რას ფიქრობთ დენის ტარიფების გაზრდაზე? როგორ აისახება ჩვენ ცხოვრებაზე? პირდაპირ აისახება ჯიბეს. რა თქმა უნდა. გააძვირებს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ცხოვრება გაძვირდება. შეიძლება ისე არა როგორც. მაგრამ რაღაც გარკვეულ რაღაცა დააწובה ჯიბეზე ჩვენს მოქალაქეებს. ჯერ ცხოვრების გამოსწორებას უნდა ესადოს ყველა და მერე უნდა დააწესოს ტარიფების მატება და ყველაფერი. ან რაღაც სუბსიდიით უნდა დაეფარა ეს ყველაფერი და მოქალაქე ჯიბეზე არ უნდა დაწოლილი იყოს. პარლამენტში შექმნეს კომისია, რომელიც მუშაობს საკვები პროდუქტების ფასების შემცირებაზე. ეს ყველაფერი. გაქვთ მოდით რომ გაიაფთება საკვები პროდუქტების ფასები? სალამ გაიაფთება მოსახლეობამ უკვე ვერ ამოისუნთქა ხო? ვირდება პირიქით. ის გაიაფთა, მაგრამ კვერცხი და შაქარი თორიაცები. ადამიანს ბევრი რამე სჭირდება ცხოვრებისას. შლების თავრობა არის მეთქი, ცუდი მეთქი, ეს არ გამომივიდეს მე. ანუ აკეთებს, მაგრამ ვერ აკეთებს ისე რაფერს საჭიროა. აი მაგათ რას აკეთებს? რა გააკეთა ხალხისთვის რაც არა, ხალხი. აი სახა კარგად. შევცოთებ, რა ვიცი ახლა ყველაფერი თქმა არც მინდა. მაგრამ ადამიანებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა, რომ ცხოვრების დონე შემსუბუქდეს, რაღაცით მაინც. ადამიანს ხელფასი ნორმალური, პირობები ნორმალური ხონდეს, რომ გადასახადებიც გადაიხადოს. გაიზარდა ეკონომიკა საქართველოში 10%-ით, ამას გვეუბნება მთავრობა და ირაკლი კობახიძე. თქვენ პენსიები გაზარდეს. 20 ლარი. მე ვარ მაგალითად პენსიონერი ვარ, საკითხი არა. ანუ ძალონებში მუშაობ. და მაგ 425 ლარი. გამით ყველაფერი უნდა ვიყიდო, ხო? ცხოვრების დონე რა ვიცი, თით უნდა გამომჯობესო ცხოვრება, მაგალითად, წამალში მეყოფა თუ რაში მეყოფა? რაში ყოფნით ეს 425 ლარი? არც არაფერი. მე როცა ქვეყანას 27 წელი ვემსახურე, ალბათ იმის იგი ილუზიას უნდა გვქონდეს, ამე დავისმენო წავიდე. ხო? ამდენი წელი როცა სახელმწიფოს ემსახურები, იმან რაღაცის საშუალება ხო მომწეს, მაგრამ ეს საშუალება ჩვენთან არ არის. ეს უკვე ილუზია, ანუ ვერ ისმენთ. ილუზია, უბრალოდ, ანუ 10%-ით იზრდება, 10%-ით უნდა გაიზარდოს ჩვენ ჯიბეზე თორე. ეკონომიკა გაზრდილა და მოსახლეობაზე არასახულა რა აზრია. როგორ ხდება ის? ეს თუ კიდე იზრდება ეკონომიკა 10%-ით, ჩვენზე რატომ არ აისახება ეს? რასთან გვაქვს საქმე? რა ვიცი, აბა. რასთან გვაქვს კორუფციასთან, რა ვიცი.